ბათუმის საკრებულოს დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესების საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის საგანი გახდა. მესამე სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება 30 აპრილს ბათუმის საკრებულოს ხდომაზე ყოფილი და მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრების დაპირისპირებას მოჰყვა. ფრაქცია მაჟორიტარის თავმჯდომარემ აღიარა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ამა თუ იმ ინიციატივას მხარს მხოლოდ შიშის გამოუჭერდა. გიორგი კირთაძემ დოლიძეს ის ტენდერები შეახსენა, რომელთაც მასთან დაკავშირებული კომპანიები იგებდნენ. რამდენად რეალურია ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადება და ბათუმის საკრებულოს კიდევ რამდენ წევრს აქვს ბიზნეს ინტერესები სხვადასხვა კომპანიაში. თამარ კიკნაძე არკვევდა. ვინ იგებდა მუნიციპალურ ელექტრონულ ტენდერებს ბათუმში და რამდენად ჯანსაღი იყო კონკურენცია. წარმოებული კვლევის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ასკვნის, რომ გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად ის კომპანიები იმარჯვებდნენ, რომელთა მეწილეებით საკრებულოს წევრები არიან. კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბათუმის საკრებულოს წევრებთან, მათ ხშირ შემთხვევაში არ ყავდათ პრეტენდენტები, რაც ასევე აჩენს კითხვებს ტენდერის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ტენდერში, ელექტრონულ ტენდერში მარტო ერთი კომპანია მონაწილეობს, ბუნებრივია ჩნდება კითხვები. კვლევის თანახმად გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში სამუშაოები იმ კომპანიებს დაუკვეთეს, რომელთა წარმომადგენლებიც საკრებულოს წევრები არიან ამასთან დასაბუთების გარეშე. ეს არის ფორმა, როცა გადაუდებელი საჭიროება დგას რაღაც საკითხის მოსაგვარებლად და თქვათ უწყებას უწევს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. თავად გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები კითხვებს აჩენს, იმიტომ რომ თუ თქვათ ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი აფორმებს ხელშეკრულებას ისეთ კომპანიასთან, სადაც მისი დაქვემდებარებული პირი არის წილის ფლობელი, გარკვეულწილად ჩნდება კითხვები კორუფციის რისკებთან დაკავშირებით. მონოლითი 2005, ბონდი 2009, VIP დიზაინი, სამშენებლო კომპანია ბათუმში, გრანიტი, ფიროსმანი და სხვა. კომპანიები, რომლებიც თვითმმართველობისთვის მომსახურების მიმწოდებლები იყვნენ და მილიონობით ლარის მოგება მიიღეს, დეპუტატების ნუკრი დოლიძის, ბესარიონ ჭოხონელიძის და თამაზ გორგილაძის სახელებს უკავშირდება. ჩორებს არ ყვები, ვინც ჩორებს ყვება, მასთან არის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ გადაამოწმონ, ნახონ რა მიკეთებია მე ქალაქისთვის და ყველაფერი გამოჩნდება. ასე ჭორებით ვერ ვილაპარაკ. თქვენ არ იმარჯვებდით? კარგად გამდებოდით. ამ ანგარიშით მხოლოდ რისკების არსებობის განსაზღვრაა შესაძლებელი, პროცესი კი ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ასე პასუხობს გამჭვირვალობის ანგარიშს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი. ელექტრონული ტენდერები არის საჯარო, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ანუ პირობები იქნებოდა წინასწარ ალბათ სავარაუდოდ შეთანხმებული. როგორც წესი ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ კონკრეტული ტენდერი ამ შემთხვევაში, თქვათ გადავხედოთ ამ ტენდერში არის თუ არა ისეთი რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნა, ანუ რისგან რამაც შეიძლება თქვათ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიწვიოს ან სხვა კომპანია ვერ დააკმაყოფილოს ეს პირობა და ასე შემდეგ. როგორც ბრიფინგზე გაჟღერდა, ცნობილი კომპანიები დიდ ფინანსურ მოგებას ახალი ხელისუფლების პირობებშიც ნახულობენ. ერთ-ერთ ასეთ გამარტივებულ შესყიდვას ხელს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მონოლითი 2005-ის დირექტორი ნუკრი დოლიძის ძმა მერაბ დოლიძე აწერენ. 27,000 ლარის სანაცვლოდ ბათუმობისთვის კომპანიამ ქალაქში ცნობილი პიროვნებების ძეგლები განათავსა. დასაბუთება გადაწყვეტილებას არც ამ შემთხვევაში ჰქონდა. მე საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი იანვრის 31-ში, უნდა გითხრათ და შემდეგ ეს თავმავლობა დამჭა, მე მოდიოდა ბათუმობა, უნდა გითხრათ, რომ არც პროგრამა იყო, არც ღონისძიებები იყო გაწერილი და ფორს-მაჟორში მოგვიწია 125 წლის თავი მოდიოდა და მოგვიწია ფორს-მაჟორში მუშაობა და გადაუდებლად მიმაჩნდა, რომ მე დაბაშიძის ძეგლი აუცილებლად უნდა დაგვებრუნებინა ღირსეულ ადგილას. ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ინტერესი იყო, თორე დანარჩენ სხვა შემთხვევებში ვერ მეტყვით, მე თქვენ რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებული მოხდა, ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში იმ ადამიანთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსონ. მერიას კი მოუწოდებენ გამარტივებული შესყიდვა მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გამოიყენოს.